ბაბუა დაიჭირეს 38 წელს და იმავე წლის, ესე იგი, 1 ოქტომბერს მიუსაჯეს განაჩენი და იმავე დღეს დახვრიტეს. დაიჭირენ იცოდა, მაგრამ დახვრეტილი რო იყო არ იცოდა. პატიეს, მაგრამ იმ დროში ვერ დაიჭაჭანებდი. ისეთი დრო იყო. 1937 წლის მიწურულს კრემლიდან საქართველოში საიდუმლო გეგმა მოვიდა. გეგმაში მხოლოდ ციფრი იყო მითითებული და ორი სიტყვა: დახვრეტა ან გადასახლება. დასახვრეტთა და გადასახლებაში გასაგზავნთა ვინაობა საქართველოში უნდა დადგენილიყო. გეგმის ბოლოში იყო ასეთი მინაწერი: აღსრულდეს დაუყოვნებლივ. საქართველოში სწრაფი ტემპებით ცრუ მოწმეების და დამსმენების ძებნა დაიწყეს. შესაძლებელი იყო ცრუ დასმენა, უბრალოდ ის დამაჯერებლად მოყოლილი უნდა ყოფილიყო. საქართველოში მალევე შეიქმნა ეგრეთ წოდებული ტროიკა, რომელსაც კრემლის გეგმა სისრულეში უნდა მოეყვანა. 1937 წლის 31 დეკემბერს სამეული 4-ჯერ შეიკრიბა და სამუდამო განაჩენი 891 ადამიანს გამოუტანა. არითმეტიკული გათვლებით კი გამოდის, რომ თითო ადამიანის საქმის განხილვას მხოლოდ 59 წამი მოანდომეს. ერთ-ერთი პირველი უდანაშაულოდ გადასახლებული გურული გლეხი პავლე კალანდაძე აღმოჩნდა. მას სამუდამო განაჩენი თეთრი ლექსის ბრიგინით მოსული მთავრობის დაწერის გამო გამოუტანეს. იმ დასაცევ 18 მარტს გავიხედე ბიძია და ნეტაი არ გამეხედა. რაღაცას გააქვს ბრიგინი, დრიგინი, ლიწინი, პრიცინი და მოდის, მაგრამ რა მოდის? მოდის უშველებელი რევკომი, პროტკომი და ტრეტრევკომი. მოდის და მოუძღვება, მაგრამ რას მოუძღვება? მოსდევს და რა მოსდევს? მოსდევს პარკომი, პროტკომი, პრუტკომი, დოიკომი, უჩასტკომი, ფაბრიკომი, ზავომი, გუბრატკომი, მესტკომი, სონარხოზი, სორაოზი. მოაქვთ, მაგრამ რა მოაქვთ? ნეტავი არ მოქონდეს. მოაქვთ შიმშილობა, წყურვილობა, უფულობა, უპურობა, უხორცობა, უღვინობა, უწამლობა. უბინაობა, უცოლობა, უხმარობა, გაყრა, გამოყრა და გაშტიგინებული საანკეტო ფურცლები. ამ ლექსისთვის 4 შვილის მამა სამუდამოდ შუა აზიაში გადაასახლეს. სისტემამ ის მოგვიანებით უდანაშაულო ცნო. საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით ის 4 ნაცნობმა ქალბატონმა დაასმინა. უდანაშაულო დაჟილი წლების მერე უკან აღარ დაბრუნებულა. დაასმინეს ბაბუა ჩემი, დაიჭირეს და სახლი გაჩქრიკეს უპოვეს ეს წერილი, რომელშიც იყო მისი აზრი გამოთქმული ამ მართლაც უმსგავსობის მიმართ რა. გადაასახლეს იქ უზბეკეთში და იქ იმის შემდეგ იქიდან აღარ ჩამოსულა. ჩვენც აღარ გვინახია, არ უნახია თავის შვილებს. მიწერ-მოწერაც მგონი უფროს შვილთან შეიძლება ქონდა და ან შიში იყო ეს აქ დაბრუნების თუ რაღაცა რა მოხდა, ერთ სიტყვით ვეღარ დაბრუნდა ეს კაცი და შვილებმა ვეღარ ნახეს თავისი მამა და ასეთი ტრაგიკული ბედი ეწია. პოლიტიკური ოპოზიცია და არაკეთილსაიმედო ეთნოსები. ეს ჯგუფები ბოლშევიკებს კლასობრივ მტრებად მიაჩნდათ. ამიტომ გასანადგურებელი ბევრი იყო. მსხვერპლის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ადამიანის სიცოცხლეს ფასი ჯერ კიდევ რევოლუციის პირველ დღეებში დაიკარგა. საბჭოთა ეპოქაში რეპრესიების დინამიკა ტალღისებურად ვითარდებოდა და კონკრეტულ ისტორიულ გარემოებებს უკავშირდებოდა. ყველა საქმე დახურული იყო და გრიფით საიდუმლო ედო. როგორც წესი, პირდაპირ დადგენილება იყო ასეთი, რომ ერთი ყველას მეუღლე უნდა დაპატიმრებულიყო და მინიმუმ 8 წელიწადი უნდა გაეტარებინა ციხეში. 15 ზევით ასაკის ვაჟი აუცილებლად უნდა დაეპატიმრებინათ. ასე რომ ბავშვები პრაქტიკულად და ცოლ-შვილი, რომლებმაც არც კი იცოდნენ წარმოდგენა არ ქონდნენ, ისე როგორც თავის საკუთარი ოჯახის უფროსზე თუ რაიმე დააშავა მან, ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, ჯერ მით უმეტეს დაშავებული არაფერი არ ქონდა. აი ასეთი მძიმე რეპრესიები და იქვე წერია, რომ მოხდეს მთლიანად ტელეფონების კონფისკაცია. ესე იგი, რაც თუ არსებობდა შენობები კომუნალური ბინებიდან გამოსახლება, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ქონების ჩამორთმევა. შემდეგ სოფლად ცხოვრებ აი ასეთ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ დამნაშავეებს საკარმიდამო ნაკვეთებიც კი ჩამოართვეს და არსებობის ყოველგვარი საშუალება მოუწეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავი რამდენიმე არქივს აერთიანებს. ჩვენ ყურადღება ორზე შევაჩერეთ. ეს არის უშიშროების კომიტეტის და საბჭოთა მილიციის არქივები. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ
კომპარტიის ცეკას ფონდი. სამივე არქივმა მოგცა შესაძლებლობა შეგვესწავლა 1927-38 წლებში რეპრესირებულთა საგამოძიებო საქმეები და სისხლის სამართლებრივი დანაშაულის სტატისტიკა. არქივებიდან ჩანს, რომ ყველა საქმეს გრიფიედო და სრულიად საიდუმლოდ მიმდინარეობდა მისი წარმოება. ეს ერთწლიანი პერიოდი ისტორიოგრაფიაში დიდი ტერორის ტერმინითაა შესული. მასობრივი რეპრესიების ტალღამ ამ დროს პიკს მიაღწია. სტალინური წმენდის დაწყება კომპარტიის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელიც პროლეტარიატის დიქტატურის გამტკიცებას, კაპიტალისტური კლასების ნარჩენებისგან ქვეყნის გათავისუფლებას და საბჭოთა წყობის მიმართ მტრულად განწყობილი ელემენტების ლიკვიდაციას ან იზოლაციას ისახავდა მიზნად. დიდი ტერორი ისევე როგორც საბჭოეთის ყველა დიდი პროცესი გეგმიური იყო და სპეციალურ ლიმიტს ითვალისწინებდა. საბჭოთა კავშირის შინსახკომის ხელმძღვანელის ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით რესპუბლიკებში იგზავნებოდა გარკვეული ციფრები, ანუ ეგრეთ წოდებული სალიმიტო განაკვეთები, რომელთა მიხედვითაც დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთში უნდა მომხდარიყო კონკრეტული რაოდენობის ხალხის მტრების გამოვლენა და დასჯა. Известные деятели антисоветских партий, попы, царские охранники, провокаторы, жандармы свободно разгуливали по городам Грузии, безнаказанно делая свое антисоветское дело. Вольно-большевистская борьба с врагами революции в Грузии начинается с конца 22 года, начала 23 года, после назначения товарища Берия во главе ЧК Грузии. ჩვენ გვაქვს სპეციალურად ის ჩამონათვალი აი ამ ბრძანების, რომელიც იყო 20457, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ლიმიტი იყო 2000 პირველი კატეგორიით, ხოლო მეორე კატეგორიით 3000. პირველი კატეგორია ეს ნიშნავდა, რომ ეს პიროვნებები უნდა უმაღლესი სასჯელის უმაღლესი ზომით უნდა დასჯელიყვნენ, ანუ უნდა დახვეწილიყვნენ, ხოლო ის 3000 მეორე კატეგორია ეს იყო, რომ უნდა გაგზავნილიყვნენ შრომა გასწორების სხვადასხვა კოლონიებში და ბანაკებში 8 და 10 წლით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისედაც საქართველოს მიმართ იყო საკმაოდ დიდი ლიმიტი, ეს ლიმიტი ფაქტობრივად 4-ჯერ გაიზარდა და გასამართლა არა 5000 ადამიანი, არამედ 22000 ადამიანი, საიდანაც თითქმის ნახევარი 10000 ადამიანი იყო დახვეწილი. რესპუბლიკების შინსახკომის მუშაობა ერთი კრიტერიუმით ფასდებოდა, რამდენად სწრაფად იქნებოდა ათვისებული ლიმიტები, რაც იმას ნიშნავდა, რომ რეპრესიების საქმეებს მაქსიმალურად სწრაფი აღსრულება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ საქმეთა რაოდენობა დიდი იყო, ხოლო დრო კი ცოტა. ამიტომაც საქმეთა განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში უნდა მომხდარიყო, რის საშუალებასაც სასამართლო არ იძლეოდა. საჭირო იყო ისეთი სისტემის მოფიქრება, რომელიც მოწმეების, ადვოკატების, პროკურორებისა და მოსამართლეების გარეშე ათასობით მოქალაქეს სიკვდილის კონვეიერში ჩაუშვებდა. ამისთვის საბჭოთა კავშირში ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ტროიკები, ანუ სამეულები მოიფიქრეს. ტროიკა წარმოადგენდა სისხლის სამართლებრივი დევნის არასასამართლო ორგანოს, სპეციალურ კომისიას, რომელიც 3 ადამიანისგან შედგებოდა. ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო პარტიული ორგანოს წარმომადგენელი, ერთი უნდა ყოფილიყო შინსახკომის წარმომადგენელი, ერთი უნდა ყოფილიყო პროკურატურის წარმომადგენელი. საქართველოში ესეთი სამეული პირველად როდესაც შეიქმნა, მასში შედიოდა როგორც სამეულის თავმჯდომარე ეს იყო აქვსენტი რაფავა, ხოლო კომიტეტის წევრები იყვნენ ტალახ ვალერიან ტალახაძე, შალვა წერეთელი და მესამე წევრი უკვე ანუ მესამე ანუ 3 წევრი იყო და იყო ასევე თვითონ აი ამ სამეულის მდივანი, რომელიც აი ამ ყველა საკანცელერიო სამუშაოებს ასრულებდა და ამზადებდა აი ამ სამეულების ხდომებს. ესეთი იყო ვინმე ალექსანდრე მოროზოვი. ეს იყო არასასამართლო პროცესი, უბრალოდ შეიკრიფებოდა 3 ადამიანი, წარმოდგენილი იყო სისხლის სამართლის საქმეები და იღებდნენ გადაწყვეტილებას. თვითონ ის პიროვნება თვითონ არესწრებოდა აი ამ პროცესს. ყველაზე მძიმე დღე საქართველოს ტროიკას 1927 წლის 31 დეკემბერს დაუდგა. წელი მთავრდებოდა. გეგმა კი შესასრულებელი იყო. საჭირო იყო 900-მდე საქმის განხილვა. ახალი წლის ღამეს სამეულის ხდომა 4-ჯერ ჩატარდა.
რამდენი ადამიანის საქმეა სულ შემოსული? ეხლავე მოგახსენებთ. 334 პირველი კატეგორია, 557 მეორე კატეგორია. კარგი, დავიწყოთ. თუ ძალიან ცოტა გვაქვს და ყველა საქმე უნდა მოვასწროთ. იაკობაშვილი, გაბუნია ჭილაშვილი. მათ ბრალათებად ანტისაკელწიფოებრივი ქმედებები. ესეც ნახეთ, 1936 წელს იყო კონტერორისტული დივერსიული მავნებლური მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. ამასაც შევხედოთ, ბრალადდება კონტერორისტული ნაციონალისტური მიდრეკილებები და ტროცკისტული ორჯოფობა, რასაც უმალავდა პარტიას. ბევრი დრო არ გვაქვს. ნესმერამდენი საქმეა. ეს არის 562 საქმე. დასახლებთა სია ამით მორჩა, დანარჩენებს გადასახლებელთა ჟურნალში გავაფრთხილეთ. კი ბატონო. მოდით პარაკაშვილის საქმეც ვნახოთ. ეს კაცი კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი იყო და მავნებულ საქმიანობებს ატარებდა. ესეც დასახლებთა სიაში ჩაწერეთ. ახალწლამდე საათი და 20 წუთი დარჩა. ალო? ხომე ვარ. უცებ მოგახსენებ, თუ არ შეგაწუხებთ. მოკლედ ერთ საათში, საბოლოო ზუსტი მონაცემები ექნებათ. რა თქვა? როგორ გელაპარაკა? ჩვეულებრივად. ისე გთხოვა დააჩქარეთ. კი, თითქმის უკვე დავასრულეთ. შესია რა ხდება? 891 ადამიანია სიაში, აქედან 191 დასახვრეტია, დანარჩენი გადასახლებაში მოხვდა. სამეულმა ერთ დღეში 191 ადამიანს დახვრეტა მიუსაჯა. დანარჩენები კი 10 წლიან გადასახლებაში გაუშვა. ამით 37 წელი დასრულდა. პატაკი სამეულმა კრემლს 38 წლის 1 იანვარს ჩააბარა. მაშინდელი პრესა წერს, რომ ამხანაგი ბერია ახალი წლის ღამეს მაჩაბლის ქუჩაზე შეხვდა. დამღლელი სამუშაო გამთენიისას დასრულდა. გეგმა შესრულებული იყო. ტროიკის ვალმოხდილმა წევრებმა ოჯახებს მიაშურეს, რადგან ქვეყანა ახალი წლის მოახლოებას ეიმობდა. 1938 წლის 1 იანვარს ქვეყანა 900-მდე უდანაშაულო ადამიანის სამუდამო განაჩენით შეეგება. სამეულის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. გამოძიება და დაკითხვა ფორმალურ მხარეს ატარებდა და ის სრულმოწმეებს ეყრდნობოდა. საბჭოთა ხალხი ჩვენი კოლექტიური აგენტია. უყვარდა ხოლმე თქმა დიდი ტერორის თავარ ჯალათს, ამხანა გეჟოვს. ტატო ლუარსაბიშვილი, ისტორიკოსი, საბჭოთა პერიოდის მკვლევარი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა მიზნით ხდებოდა დასმენა. ეს შეიძლება ყოფილიყო მეზობელი, რომელიც მოელოდა კომუნალურ ბინაში ოთახის მითვისებას. ეს შეიძლება ყოფილიყო თანამშრომელი, რომელსაც შურდა მისი კოლეგის წინსვლა. ჩვენ არქივში ინახება ერთი საქმე, როდესაც მეუღლემ ცოლმა დაასმინა ქმარი, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მას ჰყავს საყვარელი. ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზი ერთი სახის უნიფორმული მიზეზი დამსმენის არ არსებობს. ძალიან გეწყინებათ ოჯახის ახლანდ-ნაცნობი. მაი რა თქმა უნდა. ძალიან მეწყინება, იმიტომ რომ ციხე შიგიდან ტყდება უნდა თქვენ და შეიძლება შინაურიც იყოს ვიღაც. თქვენ ეჭვი გქონდათ ოჯახს ვინმეს? კი, გქონდა. ერთ პიროვნებაზე გქონდა და ალბათ მასთან კავშირი შეყვენ. რამდენიმე არ ვიცი ახლა, სამეული მაინც. ჩვენი ოჯახი მერე დაპატიმრების შემდეგ იყო მონათლული როგორც მავნებლის ოჯახი და მეზობლებს რომ უნდათ ჩვენზე დახმარება, ისინიც ვერ ბედავდნენ ჩვენთან მოსვლას და დახმარებას, რომ ჩვენს მავნებლებად არ მოგვნათლონ. მე მყავდა უფროსი ძმა, ის მთელი წლების განმავლობაში ეძებდა, სანამ მე რომ წამოვიზრდებოდი, მაგრამ ვერსად ვერ მოგედით მის გზასა და გვალს. იცოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა თაობებს არ გვეუბნებოდნენ მაგენს, რომ მტრობა არ ყოფილიყო და რამდენადაც ვიცი, მაგ დახვრეტილი შერია შავაძის და კოჩალძეებთან იყო გათხოვილი მაგ მოტივით, რომ მტრობა და ის არ ყოფილიყო. ბაბუას მიუსაჯეს 38 წელში დაეჭირენ 10 წლის თავისუფლების საქმეთა. საკმაოდ პერიოდი გევიდა, მე ელოდებოდა მეუღლე თავისთავად. რანა და მერე გაიგო ოჯახმა, რომ ეს დაიხრიტა. მოგვიანებით გაიგო. ანუ ელოდებოდა, რომ 10 წელი გავიდოდა მაინც ამინისია და რამე თუ არ შეეხებოდა, 10 წელიწადში მაინც მოვიდოდა. მაგრამ გავიდა პერიოდი, გაიგეს, რომ ეს დაიხრიტა და უკვე აღარ მოვიდოდა უკან.
დასმენის სიგნალის მიღებისთანავე აპატიმრებდნენ საქმის ფიგურანტს. დაპატიმრებები ძირითადად ღამით ხდებოდა. დაკავებული გადაყავდათ შინსახკომის იზოლატორში და იწყებოდა გამოძიების მუშაობა. პირველ რიგში აუცილებელი იყო ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების მოპოვება, რაც ნებაყოფლობით შეუძლებელი იქნებოდა ბრალდების აბსურდულობიდან გამომდინარე. ამიტომაც საჭირო გახდა გამოძიებისთვის ფიზიკური ზემოქმედების უფლების მიცემა. წამებაზე სანქცია ქვეყნის უმაღლეს ორგანოს უნდა გაეცა. კლასიკური მაგალითი აჭარის სურსათის ყოფილი მინისტრის ისტორიაა, როცა აჭარის მოსახლეობას ქუჩებში დამონტაჟებული რადიოს მეშვეობით ასმენინეს თუ როგორ აწამეს ადამიანი, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირი უნდა დაესმინა. გამოაცხადნენ, რომ აი ეხლაო ეთერშიო გამოაცხადებთო იმათ გვარებსო, ვინცო შეთქმულებაში მიიღებულობდა მონაწილეობასო და ხალხის მტრები გამოვავლინეთო და ვიღაც ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩვენი მისახელი და გვარიც ვიცით, მაგრამ არა ასაჭირო ეხლა ამაზე ლაპარაკი და ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეს კაცი ასახელებდა რაღაც გვარებს, სიჩუმე ჩამოვარდა და მერებებიამ თქვა, რომ ეთერშიო გაისმა საშინელი ღრიალიო ადამიანისო, საცოწარკვეთილიო და კიდევ ვინ იყო და აი მაშინ თქვა, რომ მარინის პროსპექტიო შევხვდიო ხასან ქადაგიძესო და გავანდეო ჩვენიო მოსაზრება შეთქმულების შესახებ. ის ადამიანი, რომლის საშინელი ღრიალი გაისმა ეთერში მაშინ, ეს იყო ჩვენი ოჯახის უახლოესი ახლობელი და მეგობარი. ეს დასმენა რომ მოხდა, ბებიაჩემმა საერთოდ აგრძალა ამ თემაზე ლაპარაკი და აი რაიმე ცუდის თქმა იმათ, იმიტომ რომ ისინიც ისეთივე გაუბედურებულები არიან, როგორც ჩვენო და მე არ ვიციო, ხასანი რო ჩავარდნილიყო იმის ადგილას, რას იზამდაო, შეიძლება იგივე გაეკეთებია, ან არ გაეკეთებია, არ ვიცი, მაგრამ იმას სხვა გამოსავალი არ ქონდა, რომ წარმოიდგინეთ, ახლა ადამიანს აღრიალებდნენ უკანასკნელ ხმაზე. გამომძიებლებს დიდი რაოდენობის ადამიანების შესახებ დროის მოკლე მონაკვეთში უნდა მიეღოთ სასურველი ჩვენება. ამიტომ თითოეული გამომძიებელი შაბათ-კვირის ჩათვლით პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. ერთი სამუშაო დღე მეორე დღის დილის 6 საათზე სრულდებოდა. ამ დროს გამომძიებლებს 2 საათით უშვებდნენ სახლში ცივი შხაპის მისაღებად. სადილის დროს კი არ კონდათ. სადილობდნენ დაკითხვებს შორის მონაკვეთში, ან უშუალოდ დაკითხვებზე. იყო შექმნილი ორკაციანი საგამოძიებო ჯგუფი და ეგრეთ წოდებული ბრიგადები. ბრიგადები ეხმარებოდნენ გამომძიებლებს ჩვენებების გამოძალვაში. საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით თითქმის ყველა გასამართლებულმა წამების წარმოუდგენელ მეთოდებს გაუძლო. წამების იარაღები ამიტომ იყო თითოეულის ფანტაზიაზე დამოკიდებული. ეს შეიძლება ყოფილიყო ყველაზე პრიმიტიული, რასაც გამოგონება არ ჭირდებოდა რეზინის ხელკეტი. შემდეგ ამან გაიცადა ევოლუცია. იყო დაგრეხილი სველი პირსახოცი, სველი ზეწრები. იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც სვირინგებს აჭრიდნენ. ოღონდ სვირინგებს აჭრიდნენ არა მას შემდეგ, რაც უკვე ცემისგან გონდაკარგული იქნებოდა, არამედ ვიდრე სცემდნენ, რომ ეჭვმიტანის შეეგრძნო ტკივილი ამ სვირინგის ცოცხალი კანიდან ამოჭრეს. თანდათან იხვეწებოდა მეთოდები და დამოკიდებულებით იმისგან გამომდინარე თუ რა ხარისხის სადისტი იყო გამომძიებელი, ხდებოდა მეთოდების შემდეგ გამრავალფეროვანი. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც წამების დროს გარდაცვალება ხდებოდა და ამ შემთხვევაში როგორ აფორმებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ოფიციალური განკარგულება, რომ რეპრესიები ნებადართული იყო, მაინც რა თქმა უნდა არასასურველი იყო, რომ წამების დროს პაციენტი გარდაცვლილიყო. ამ შემთხვევაში წერდნენ, რომ პაციენტი ან გარდაიცვალა გულსიძახთა სისტემის უკმარისობით, თანმდევი დაავადებით, სამედიცინო ცნობას აყალბებდნენ, ან ამბობდნენ, რომ გარდაიცვალა არა დაკითხვაზე და დაკითხვის შემდეგ საკანში, არამედ დახვრიტა სამეულმა და მისი სიკვდილი გამოწვეულია საჯელის სისრულეში მოყვანით. სიკვდილით დაჟის აღსრულება საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე ხდებოდა. დასახლებები თბილისიდან 18 კილომეტრში სოფელ სოღალუხში მოყავდათ. ციხის უფროსი და კომენდანტის მორიგეები დღე-ღამეში როგორც წესი 20-40 ადამიანს ხვედდნენ. მათი რიცხვი ზოგჯერ 100-მდე წადიოდა. მასობრივი დახვრეტების სავარაუდო 5 ადგილი არსებობს. მათ შორისაა ქუთაისი, სოხუმი და ბათუმი. აჭარაში დახვრეტები განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე მოყავდათ 50 ადამიანი და საფლავსად ხედავდნენ. ამ 50 ადამიანს შემდეგ მომდევნოდ მოყვანილი ჯგუფი ხვედდა და ასე უსასრულოდ გრძელდებოდა.
მასიური დახვრეტების ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი ხელვაჩაურის რაიონი იყო. ადრე ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბატალიონი იყო სატანკო პოლკით. 70-იან წლებში აქ სარემონტო სამუშაოები დაუწყიათ. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც მაშინ ამ სამხედრო ნაწილში მუშაობდა, დღეს იხსენებს, რომ ერთ დღეს ტრაქტორმა მიწიდან ათეულობით ადამიანის ჩონჩხი ამოიღო. როცა გააპროტესტა რუსმა გენერალმა უპასუხა, რომ ეს სამშობლოს მოღალატეების ჩონჩხები იყო და ის უნდა გადაეყარათ. 1969 წლის ზაფხულის პერიოდი იყო, დავიწყე დევიანოსნო პოლკზე ზახტე. აქ დავიწყეთ მუშაობა. მუშაობდი კაცეგარიაში, ეგ ტრუბა კიდე არის. და შემთხვევით სამხედრო ნაწილი დევიანოსნო პოლკი აკეთებდა სატანკო ტანკების გასარეცხი ადგილს. და იქ იმას რომ აკეთებდნენ სატანკო სამრეცხაოს მაშინ იქ ვიყავი და ექსკავატორი მუშაობდა. ამ პერიოდში ამ ექსკავატორმა ამოყარა ძვლები. კამანდირიც იქ იყო, მე მგონია გუსევი იყო, გუსევი. უთხრა товарищ подполковник, что вы делаете? А что? Უთხრა, не видишь, могила старая, უთხრა, это здесь люди похоронили, а вы копаете. А вы молчите. Идите отсюда, это тебе не касается. Как не касается? Это наши братья похоронили здесь. ბევრი იყო ჩონჩხები. ძალიან ბევრი იყო. მე იყვანეს თვითონ მათამ მოათხრევიეს, მათ გააკეთებიეს სასაფლაო და ზედან დაცხელეს თოფები. მე ეს მიწიდან ამოღებული ჩონჩხების საწაიღეს. არ ვიცი, მანქანაზე დაყარეს და საწაიღეს, გადაყარეს არ ვიცი. მაგას ვერ გეტყვით. და მე სამრეცხაო მან მაინც გაკეთდა მე. მაინც გაკეთდა. რეპრესიების ტრაგიკულ ქრონოლოგიაში შეგვიძლია 4 ეტაპი გამოვყოთ. 1936 წლის ოქტომბრიდან 1937 წლის თებერვლამდე განხორციელდა სადამჟელო ორგანოების ფუნდამენტური გარდაქმნა. დაიწყო პარტიული, სამხედრო და ადმინისტრაციული ელიტის წმენდა. გამკაცრდა რეჟიმი სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. გულაგი მომზადდა ასეულათასობით პატიმრის მისაღებად. ამით რეპრესიული მანქანა საბოლოოდ ჩამოყალიბდა და სრულყოფილი სახე მიიღო. მეორე ეტაპს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დაგეგმვის ეტაპი. 1937 წლის მარტიდან ივლისამდე მთლიანად დაიგეგმა მასობრივი ოპერაციები, განისაზღვრა მასშტაბები. პრესა ამზადებდა იდეოლოგიურ საფუძველს უცხო ქვეყნების აგენტურული ქსელების, დივერსანტების, ეთნიკური, პროფესიული და სოციალური ჯგუფების გასანადგურებლად. 1937 წლის 30 ივლისს, როდესაც სამოქმედო გეგმა და პოლიტიკური დასაბუთება უკვე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ნიკოლაი ეჟოვის მაგიდაზე იდო, გამოიცა მისი ოპერატიული ბრძანება ნომერი 447, რითაც დაიწყო მესამე, ყველაზე აქტიური ეტაპი მასობრივი დაპატიმრებები. დაპატიმრებები, დახვრეტები და გადასახლებები 1938 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. ასეთი იყო ბერიას ოттепели. 17 ნოემბერს უხდება ტროიკები, ხოლო 28 ნოემბერს ეჟოვს პოსტზე ცვლის ლავრენტი ბერია, რის შედეგადაც იწყება ეგრეთ წოდებული ბერიას ოттепели, ანუ მეოთხე ეტაპი, რომელიც სამამულო ომის დაწყებამდე გრძელდება. რეპრესიების ტალღამ შედარებით დაიკლო, გაჩერდა მასობრივი ოპერაციები. ეჟოვი ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ დახვრიტეს. დაიწყო უშიშროების ორგანოებში ეჟოვის კადრების ლიკვიდაცია. მოხდა პატიმართა მცირე ნაწილის ამნისტია. ტროიკების ყველა განაჩენი, რომელიც სისრულეში არ იყო მოყვანილი, ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ ამით ჯოჯოხეთი არ დასრულებულა. რეპრესიებმა მასობრივიდან წერტილოვანი ხასიათი მიიღო და ტროიკებში გამოსტილი ჩეკისტები საიდუმლო მკვლელებად გადაიქცნენ. ლავრენტი ბერიამ მოსკოვიდან საქართველოში თავისი ერთგული კადრები წაიყვანა. მათ შორის იყო საქართველოს სამეულის ყოფილი წევრი შალვა წერეთელი. 1939 წელს მოსკოვში ჩავიდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური წარმომადგენელი ჩინეთში, ივან ორელსკი. მოსკოვიდან ორელსკი თავის მეუღლესთან ერთად დასასვენებლად წყალტუბოში გაემგზავრა. მოსკოვის წყალტუბოს მატარებლის სპეცვაგონში შალვა წერეთელმა ორელსკი ჩაქუჩით მოკლა, ხოლო მისი მეუღლე ხელით დააქჩო. წყალტუბოში ჩასვლისთანავე გვამები მთებში აიტანეს და ავტოკატასტროფის ინსცენირება მოაწყვეს. ბერიას დავალებით ცოლ-ქმარი დიდი პატივით დაიკრძალა თბილისის ვერეს სასაფლაოზე. შალვა წერეთელმა კი საპატიო ორდენი მიიღო. ასეთი იყო ბერიას ოттепели.
ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც ქვეყანა განადგურებული სამხედრო და პოლიტიკური ელიტით, დაშინებული ინტელიგენციით და ჩაკლული სულით ხვდებოდა. ასეულ ათასობით ოჯახის ტრაგედია სოციალისტური მშენებლობის გუგუნში იკარგებოდა. დიდი ტერორის ბელადებს კი ხმამაღალ ლექსებს უწერდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უდანაშაულო, რომელსაც კონტრრევოლუციური საქმიანობა წაუყენეს, 19 წლის ბორჯომელი ბერა ბარაზიშვილი იყო. სრულ დამსმენის დამაჯერებლად მოყოლილი ისტორიის გამო მას სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ბერიაზე ლექსი ამ ტრაგიკული ისტორიის შემდეგ დაიწერა. გაუმარჯოს ასეთ მადლიან მიწას, სადაც ასეთი შვილები იშვა, გამოიზარდა და ვარშავად მამული შვილებს, რომლებმაც ასე აღამაღლეს მისი ხალხი, მისი სამშობლო, ქვეყანაფრის. შემდეგ გადაცემაში თქვენ ნახავთ. სრულიად საიდუმლო პროგრამა საქართველოში და ორი დახურული სისტემა კოსმოსსა და დედამიწაზე. ეს იყო საიდუმლო ბრძოლები ფაქტიურად და მინდა გითხრათ, რომ ისე არ იყო, რომ ყველაფერი ამერიკელებს ჰქონდა და მერე ჩვენ ვაკეთებთ. საიდუმლო პროექტი, რომლითაც ამერიკასა და ევროპაში პერშინგორი და ფრთოსანი რაკეტები უნდა აღმოეჩინათ. არც ერთმა არ იცოდა ყველაფერს ეს უცნობი იყო, რა ობიექტი იყო და რისთვის კეთდებოდა ეს კონსტრუქციები. საბჭოთა უშიშროების მიერ სპეციალურად შექმნილი ლეგენდები ბორჯომის და საგურამოს დახურულ კოსმოსურ ობიექტებზე. ნებისმიერი ყველა მომუშავე ადამიანის შემოწმება ხდებოდა მათი მთლიანი სანათესაოსი, სამეგობროსი თუ ვინ რა ინფორმაციას ფლობდა. ეს გადაცემა გრიფით საიდუმლო იყო. შევხვდებით სამშაბათს მომდევნო ეპიზოდში. მანამდე ეკრანზე მითითებულ მისამართებზე შეგიძლიათ გამოგზავნოთ თემები, რომლებიც შესაძლოა ჩვენი გადაცემისთვის საინტერესო იყოს. ასე რომ ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.